აი, შემოგარგებო. ეს არის 6 აგვისტო. სულ მინდოდა რომ წავსულიყავი უშგულში და მომენახულებინა შხარა. შხარა ჩემთვის ეს არის ძალიან მისტიური და იყო მიუწვდომელი ადგილი. და მინდა გითხრათ რომ მივაბიჯებდი ფეხს. არ ვიცი ესე მეგონა რომ მიუწვდომელი ადგილზე მივდიოდი და ამ ორმა ადამიანმა ამიხტინა ეს ოცნება, ესენი ჩემი სტუმრები არიან. მოკლედ, ჩვენ გავემართეთ შხარასკენ. რამდენად შევძელით მანქანით მივედით, შემდეგ გავაჩერით ავტომობილი და ასეც გვინდოდა და ფეხით წავედით. ძალიან საყვარელი ხალხია, მარკი, ძალიან კარგი ადამიანია. ესპანეთიდან ჩამოვიდა თავის მეგობარ გოგოსთან ერთად. მივდიოდით და მე ჩემ ფიქრებში ვიყავი გართული, რა თქმა უნდა. ვფიქრობდი ჩემს ძალიან ლამაზ საქართველოს. ფიქრობდი და უსაზღრო და უსასრულოდ დიდი სიხარულის და სიამაყის გრძნობაც მქონდა და აგრეთვე შიშიც. შიში იმისა რომ ეს ქვეყანა მუდამ იყო რისკის ქვეშ, რომ გამხდარიყო სხვის ხელში და არც დღეს არ არის მაგის ნაკლებობა, დღესაც საფრთხეში ვართ. და მინდა რომ ჩვენს მომავალ თაობას უთხრა, რომ თითოეულ გოჯმიწას გაუფრთხილდნენ ისე როგორც თავის საკუთარ თვალებს და გულს და სულს. იმიტომ რომ საქართველო თუ დღემდე ესე მოვიდა, წვალებით ჯახირით, მოიყვანა ერთგულება, რწმენამ, სიყვარულმა და ქვეყნის სიყვარულმა. შრომამ პირველ რიგში, შრომამ და შრომამ. ასე რომ შემოკარგებო, ეს არის ჩვენი წალკოტი, ჩვენი საქართველო. დაუჯერებლად ლამაზი საქართველო, არ ვიცი როგორ უნდა ვთქვა ეს ყველაფერი. ამას მე ვერ გეტყვით, ამას კადრებში ნახავთ და კიდევ რომ მობრძანდებით მაშინ ნახავთ, აბა, ამაზე ლამაზი რა უნდა ნახოს ადამიანმა. დაუჯერებლად ლამაზია მინდა გითხრათ. სავარაუდოდ რომ გავაჩერეთ მანქანა შგულიდან ვიარეთ ალბათ რამდენია, ალბათ 9 საათი არც გვივლია. სავარაუდოდ მე გავაჩერეთ და სადღაც საათნახევარი ნორმალური სიარულით ცოტა ძლიერად რო იარო, მინდა რომ მიხვიდე მყინვარამდე. ძალიან ლამაზია, რა ვიცი რა გითხრათ, ყვავილებს ისეთი სურნელი ქონდა, მე თვითონ გაგვირებული ვიხედებოდი აქეთ-იქით ეს ამდენი ყვავილი, რამდენნაირი ყვავილია, არ ვიცი, აი უამრავი ყვავილი გაოცდებით ხალხო. საერთოდ არ არის რთული, მთავარია უშგულში ამოხვიდეთ და შხარას უნახავი აქედან არავინ არ წახვიდეთ, არავინ არასოდეს. აი ესეთი ბილიკები იყო იქ, რა თქმა უნდა, ჩვენ შევხვდნენ ტურისტები, სხვა ვიცი. მე გიждდებოდი ამ ყვავილებზე და კამერა სპეციალურად ვატარებდი ესე რომ ყვავილები ჩამეწერა, ამიტომ რომ ეს ვიდეო YouTube-ზე დარჩება. ხო და ესე ვთქვათ, ჩემი ოცნება ახტა და ღმერთს მადლობა ამისათვის. მოკლედ მივემართები ენგურის სათავეში და ვცდილობ რომ ხმა ისე ჩავწერო რომ სუფთად ისმოდეს და ადამიანმა გაიგოს რას ვლაპარაკობ. ცოტა დიდი ვიდეოა, არ მჩვევია დიდი ვიდეოები, მაგრამ რა ვქნა ხანდახან ესეც საჭიროა. რა ვიცი, ვინც უყურებს, ის ამოვნებს. ნახეთ რა სილამაზეა ხო? ეს ხო ჩვენი დედა საქართველოა. ჩვენი სამშობლო, ულამაზესი. შემოგარგებო. ეს თავისით არ ხდება ჩვენ რო აქ ცხოვრობთ. ღმერთის შემთხვევით არავის არსად არ დაბადებს. ჩვენ რაღაცის გამო ვართ აქ. ჩვენ ამ ადგილს უნდა უპატრონოთ, არავის არ უნდა დაუთმოთ. ჩვენია და რატო რისთვის, რანაირად. გვიყვარდეს ერთმანეთი, ვაპატიოთ ერთმანეთს. დავივიწყოთ წყენა, ტკენა. შევეცადოთ ეს ყველაფერი გავაკეთოთ. ნახეთ ამის გამო ხო ღირსა რა. ღირს აი ჩვენი მყინვარი. ძალიან გახარებული ვიყავი ამ დღეს და ცოტა გვიან მწერა ხმას ახლა ეს ვიდეოები ადრეა გადაღებული. და მოკლედ ხანდახან სტუმრები კიდევაც დამოვიწყდა ხორმე და გართული ვიყავი. აი ეს ხალხი ჩემი ხალხი არ არიან, ესენი სხვა ტურისტები არიან და იღებდნენ სურათებს, ამათაც ვხარობდათ. აი ესეთი სირთულის გზა არის, მინდა გითხრათ, ესე ქვიანი მე შედიხარ უფრო და უფრო სირთულეში შედიხარ და საინტერესო სასიარულოა სიმართლე რო გითხრათ, საერთოდ არ არის ისეთი რთული რო ადამიანმა ვერ იარო. ყველა ივლის იქ ქართველი ოჯახი შემხვდა, ერთადერთი მე სხვა არ მინახავს ქართველი ოჯახი. იყო ადამიანი ამოსილი ცოლშვილით და მოკლედ თქვენც გირჩევთ რომ ცხოვრებაში ერთხელ მაინც ამოხვიდეთ და
ასე ვთქვათ, ნახოთ თქვენი საყვარელი საქართველო. ამაზე კარგი რა უნდა ნახოთ, ხო? არც არაფერი არა. გაუცებას საზღვარი არ ქონდა, რომ მივედი ახლოში, არ მჯეროდა რომ აქ მივედი რა. ძალიან ამ დინარემ საერთოდ გამაგიჟა. აგერ წყაროს დალე ბუნებრივს, რომელიც მხოლოდ ღმერთმა შექმნა, ღმერთმა უგემრიელეს წყაროს. მადლობა ღმერთო. უგემრიელესი წყალია. ჯერ ხეთს შეხედეთ. წყაროს შეხედეთ. აი ჩემო კარგებო, მეგობრებო, როგორც იქნა, მოვედი შხარას ძირში პირდაპირ. 5205 მეტრია თუ არ ვცდები ეს მთა. ზღვის დონიდან, სხვათა შორის დნება, რაღაცეები ცვივა, ეს არის ჩემო ბატონო ენგურის საწყისი. აი ესეთია ენგურის საწყისი და თავარი წერტილი და მე მივიდინება და უერთდება სხვადასხვა მდინარეები ამას. ნახეთ რა ხელა მასა არის. მასა უცარი ქვეყანა, ეს ვიტყოდი რომ უნდა წავიდე ძიმია, მაგრამ მაინც სამახსოვროდ უნდა წავიღო სახში. ძალიან მომეწონა ეს ყო. აიხარეთ ყველა. ბეჟილე